ყოველდღე იცვლება რაღაც განათლების სისტემაში. დღესაც წამოგვეწია მნიშვნელოვანი ამბავი, რომელიც უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება და მიუხედავად იმისა, რომ დღეს ჩვენი განაცემის თემა ზოგადი განათლების ასევე ახლახანს დამტკიცებული კონცეფცია, აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით რეფორმის ფარგლებში გაერთიანდება ორი უნივერსიტეტი, თსუ და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი და ამ ორი სასწავლებლის მართვისთვის დროებითი მართვის საბჭო შეიქმნება. ასევე რეფორმის ფარგლებში დამატებით შეიქმნება წამყვანი პროფესურის აკადემიური თანამდებობა, ხაზგასასმელია, რომ არ იგეგმება აკადემიური კადრების შემცირება. გავრცელდება თუ არა ეს მოწვეულ ლექტორებზე, არ ვიცით, რა იგულისხმება მინისტრმა, იმედია მეტ განმარტებასაც მოვისმენთ და ყველაზე მნიშვნელოვანი ამბავი ეხება სტუდენტთა კვოტებს. ითქვა, რომ რეფორმის დასაწყისში არ იგეგმება სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტები. რეგიონულ უნივერსიტეტებთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი განათლების მინისტრმა და შეგვიძლია ამ განცხადების მნიშვნელოვანი ნაწილი მოვისმინოთ ახლა. ბოლო პერიოდში განხორციელდა სახელმწიფო უნივერსიტეტების აკადემიური პროგრამების კვლევითი მიმართულებებისა და ინფრასტრუქტურის შედარებითი ანალიზი. ამ პროცესისა და რექტორებთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ. ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები. მივიღეთ არსებული ადგილების შენარჩუნების გადაწყვეტილება და არ ვამცირებთ სტუდენტთა ჩარიცხვის კვოტებს. ჩვენი მიზანია განათლების სისტემაში გამჭვირვალედ საზოგადოების ჩართულობით განხორციელდეს ფუნდამენტური რეფორმები. ბათუმის უნივერსიტეტთან მიმართებაში განსაკუთრებული მიდგომები გვაქვს იმ სპეციფიურობის გათვალისწინებით, რომელიც რეგიონს და ზოგადად ამ უნივერსიტეტთან არის დაკავშირებული. მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ჩვენ სამინისტროსთან ერთად ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში აწარმოა ძალიან სიღრმისეული კვლევა ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე თუ რა პროფილის, რა პროფესიები გვჭირდება. ფაქტიურად ეს კვლევა უკვე დასრულებულ ფორმაშია და ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე ჩვენ უკვე გვაქვს უკვე თითქმის საბოლოო ციფრები, აი ბოლო ეტაპზე ვართ ამ ციფრების შეჯერების, თუ თვითოულ მიმართულებაზე რამდენი პოზიცია გვჭირდება და დეკემბერში პარლამენტში განხორციელებული ცვლილებების, საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე განისაზღვრა, რომ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შესაბამისი კვოტების მიზნით სახელმწიფო უნივერსიტეტებთან მიმართებაში უნდა მიმართოს მთავრობას, მთავრობამ უნდა იმსჯელოს ამის შესახებ და დადგენილებით დაამტკიცოს, რამდენი კვოტა იქნება, ისევე როგორც უნდა განისაზღვროს თვითოულ უნივერსიტეტს რა მიმართულების, რა პროფილი ექნება, რომ ამის საფუძველზე უკვე უახლოეს პერიოდში, როდესაც გამოცხადდება უმაღლეს სასწავლებლებში მიღება, თვითოულმა უნივერსიტეტმა იცოდეს, რა მიმართულებით ექნება მას შესაძლებლობა, რომ მიიღოს სტუდენტები ეროვნული გამოცდების საფუძველზე. ამიტომ ეს არის უახლოესი კვირების საკითხი, ჯერჯერობით წინ არ გაუსწრებთ მოვლენებს, მაგრამ კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ბათუმთან მიმართებაში სპეციფიური მიდგომა არის, იქნება და შესაბამისად ჩვენ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ იმ საჭიროებებს და იმ ინტერესებს, რომელიც ამ უნივერსიტეტთან და მთლიანად რეგიონთან არის დაკავშირებული. ზოგადი განათლების კონცეფციაც რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა, პარლამენტის თანხმობა სჭირდება ამ ცვლილებების დამტკიცებას და დაჩქარებულად იგეგმება ესეც. დღეს მინისტრმა მიქანაძემ თქვა რეფორმის განხორციელების ვადებზეც, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში იგეგმება. ვადები მნიშვნელოვანია ტექნიკურად ამ საკითხის გადაწყვეტა ბევრ რამეზე იქნებოდა პასუხი ალბათ, მათ შორის სისტემის უნარიანობაზეც ზოგადად, მაგრამ დღეს ჩვენ რეფორმის შინაარსზე დავზუმავთ იმ ცვლილებებზე, რითაც მთავრობა გეგმავს სისტემის გაჯანსაღებას და განათლების ხარისხის გაუმჯობესებას, რომელიც თავად აღიარეს, რომ კრიტიკას ვერ უძლებს. კონცეფცია, რომლის მიხედვით რეფორმა იგეგმება 8 პუნქტში და 10 გვერდზე დაეტია. მეც ასევე მოკლედ გეტყვით, რა იცვლება სკოლებში და შეგვიძლია შეფასების ნაწილზე გადავიდეთ, მას ასე სრული ზოგადი განათლება გახდება 11 წლიანი, შენარჩუნდება მე-12 კლასის შესაძლებლობაც
იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც აპირებენ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელებას. მე-11 კლასით პროფილურად გადაკეთდება და ამოქმედება ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმის ფორმატი. ანუ ამ საფეხურზე აბიტურიენტები აირჩევენ და ისწავლიან მხოლოდ იმ საგნებს, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე დასჭირდებათ. ამ ცვლილების ავკარგიანობაზე აუცილებლად ვისაუბრებთ ამ გადაცემაში. 2026 წლიდან ასევე სკოლაში შესვლა მხოლოდ მე-6 წლის ბავშვებს შეიცვლება პირველკლასელთა რეგისტრაციის წესი, სასწავლებელთან ახლოს მცხოვრებლებს მიენიჭებათ უპირატესობა. ასევე პირველიდან მე-6 კლასამდე სავალდებულო იქნება სასკოლო ფორმა, ამის გადაწყვეტა სკოლებს დამოუკიდებლადაც შეეძლოთ და ასევე აიკრძალება ტელეფონების შეტანა გაკვეთილზე, ამის რეგულაციაც ავტონომიურად შეეძლო სკოლას და ბევრი სკოლა აკეთებდა კიდეც ამას. თუმცა ამ ორი ცვლილების რეფორმის მასშტაბზე გატანა ყველაზე მოწონებად გადაწყვეტილებად იქცა რატომაც. და კიდევ ერთი ძალიან საგულისხმო ცვლილება ეხება სახელმძღვანელოებს. 2028 წლიდან ძირითად დისციპლინებში ყველა სკოლა ერთი სახელმძღვანელოთი ისწავლის, რომელსაც სამინისტრო თავად შეიმუშავებს. სამინისტრო განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მიზეზის გამო მიიღეს. ხარისხის კუთხით არ არის სასურველი სხვადასხვა გამოცემით სწავლებაო, მოსწავლეთა მობილობის თვალსაზრისით პრობლემებს იწვევს და ასევე განათლების ხარისხის გაზომვადობაც ეფექტიანად ვერ ხერხდებაო. ასევე არსებულ სახელმძღვანელოებს დაუწუნეს სიღრმე, შინაარსი და თავსებადობა ეროვნულ გამოცდებთან. ვინ რა ლოგიკას ხედავს ამ არგუმენტებში, ერთი სახელმძღვანელო, ერთი შინაარსი, ერთი იდეოლოგია, ამაზე ვისაუბრებთ დღეს, რა სურს სისტემა სინამდვილეში. სისტემა ამბობს, რომ უბრალოდ მინისტრი მიქანაძე, რომ სურს უპასუხოს სასკოლო საზოგადოების საჭიროებებს. ამბობს, რომ რეფორმა ზოგადი განათლების განახლებულ ეროვნულ მიზნებს დაეფუძნება, ეროვნულ ღირებულებებს, რომელიც წინამორბედ დოკუმენტში ამოღებული იყო და ამით ხაზგასმული იყო, რომ ეს საკითხი მაშინდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. შეგახსენებთ 2004 წელს მიღებული ზგემი შარშან შეიცვალა, მოკლედ პოსტფაქტუმ დაწონებული სისტემის გაკეთილშობილების განზრახვა სკეპტიციზმის საფუძველს ნამდვილად იძლევა. რა სურს სისტემას ამ რეფორმით, რა იცის რეფორმის შესახებ საზოგადოებამ, სასკოლო საზოგადოებამ, დღეს მოვისმენთ მათ აზრს, მანამდე კი კიდევ ერთი მცირე მონაკვეთი მოვისმინოთ მინისტრის კომენტარიდან, რომელიც მან ზოგადი განათლების რეფორმაზე გააკეთა, შემდგომ უკვე ვნახავთ სხვა მასალებს. ეს რეფორმა ეფუძნება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების ახალ დოკუმენტს, რომელიც 2024 წლის ივნისში პარლამენტმა დაამტკიცა და რომლითაც სწავლების პროცესი, მეთოდოლოგია და ყველა ის კომპონენტი, რაც სასკოლო ცხოვრებასთან არის დაკავშირებული, ეფუძნება იმ ღირებულებების დანერგვას, რასაც ეროვნული ღირებულებები ქვია. ტრადიციები, კულტურული მემკვიდრეობის გაფრთხილება, პატრიოტიზმი, სამშობლოსა და სახელმწიფო სიმბოლიკისადმი პირდაპირი ბმა. ეს ის ღირებულებებია, რომელიც სამწუხაროდ წინა დოკუმენტში, რომელიც 2004 წლის ოქტომბერში იქნა მიღებული, სრულიად ამოღებული იყო და შესაბამისად ამით ხაზგასმული იყო, რომ ეს საკითხი მაშინდელი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენდა. მნიშვნელოვანია, რომ გადავდივართ 11 წლიან სწავლებაზე ძირითადად, რაც სრულად უზრუნველყოფს სრული ზოგადი განათლების მიცემას ახალგაზრდებისთვის და მე-11 კლასი იქნება ვიწრო პროფილური, რომელიც სრულად თავსებადი იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან, რაც შესაძლებელს გახდის, რომ მიღებული ცოდნა საკმარისი იყოს, სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი იყოს იმისთვის, რომ ბავშვმა დაძლიოს ეროვნული გამოცდების ბარიერი და მოიპოვოს დამსახურებული ადგილი უმაღლეს სასწავლებლებში. შესაბამისად, მე-11 კლასში შემოგვაქვს ეგრეთ წოდებული რეპეტიტორიუმი, სადაც მოსწავლეებს, აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელსაც სიღრმისეულად გაზრდილი საათების რაოდენობით მთელი წლის განმავლობაში გაივლიან და ისინი მოემზადებიან ეროვნული გამოცდებისთვის. აქვე მსურველთათვის ჩვენ ვტოვებთ მე-12 კლასის შესაძლებლობას ყოველი წლის მარტში გაიხსნება რეგისტრაციის ბადე, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის მე-11 კლასელი, ვისაც ექნება სურვილი, რომ მან
სწავლის პროცესი მე-12 კლასში გააგრძელოს და მარტის ბოლოს, როდესაც ჩვენ გვექნება რეგისტრაციის შედეგები, ვნახავთ რა რაოდენობის ახალგაზრდა დარეგისტრირდა, როგორი არის მათი გეოგრაფიული არეალი და შესაბამისად ამის მიხედვით ჩვენ შესაბამისი ქალაქებისა თუ მუნიციპალიტეტების სკოლებში, სადაც რომელთაც აქვს 12 წლიანი სასწავლო პროცესის ავტორიზაცია მიღებული სამინისტროსგან გავხსნით შესაბამის კლასებს და უზრუნველყოფთ, რომ მე-12 კლასში გაგრძელდეს კიდევ უფრო გაღრმავებული რეპეტიტორიუმით მათი მომზადება და მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ 12 წლიანი სასწავლო ატესტატი მიიღონ ამ სწავლის საფუძველზე. ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას, რომელიც გადაჭრასაც რეფორმა გეგმავს, წარმოადგენს სახელმძღვანელოების საკითხი. დღეს თითოეულ დისციპლინაში ერთი და იმავე დონეზე გვაქვს რამდენიმე სახელმძღვანელო, რაც ხარისხის კუთხითაც არ არის მიზანშეწონილი, მოსწავლეთა მობილობის დროს იწვევს ძალიან სერიოზულ პრობლემებს და ზოგადად გაზომვადობის თვალსაზრისითაც არ არის ეფექტიანი. ამასთანავე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ სახელმძღვანელოებში მოყვანილი მასალა ყოველთვის არ არის სიღრმისეული, ხშირად არის ფრაგმენტული და ის ვერ პასუხობს განსაკუთრებით დაუმთავრებელ კლასებში იმ მოცემულობას, რომელიც თავსებადობაში იქნება ეროვნული გამოცდების პროგრამასთან. სწორედ ამიტომ ჩვენ ამ კონცეფციით ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ 2028 წლის 15 სექტემბრამდე ყველა ფუნდამენტურ საგანში მოხდება ახალი სახელმძღვანელოების შემუშავება ექსპერტული ჯგუფების მიერ, რომლებიც ეტაპობრივად პილოტირება მათი მოხდება ზოგად საგანმანათლებლო სკოლებში და მნიშვნელოვანია, რომ ყველა სკოლას, მათ შორის კერძო სკოლებსაც ექნებათ ერთ დისციპლინაში, ერთ დონეზე ერთი და იგივე სტანდარტული სახელმძღვანელო. არაერთი კვლევა გვიჩვენებს, როგორც საქართველოს ჩატარებული, ასევე საზღვარგარეთში იგივე საკითხთან დაკავშირებით, რომ სკოლებში ბულინგის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს სწორედ სასკოლო ფორმის არარსებობა და თავისუფალი ჩაცმულობა ქმნის, რაც აი ამ თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე გარკვეულ საფუძვლებს ქმნის აი ამ ბულინგისთვის. სწორედ აი ამ გამოწვევებზე საპასუხოდ ჩვენთვის მნიშვნელოვანი არის, რომ ფორმის საკითხი იყოს აქტუალური და სწორედ ამიტომ შემოგვაქვს ფორმის კომპონენტი და ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანი არის სასწავლო პროცესზე სრული კონცენტრაციისთვის და ჩართულობისთვის, რომ შემუშავდეს და ეს პროცესი უკვე დაწყებულია სამინისტროში სპეციალური წესი საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებასთან დაკავშირებით, აქ ძირითადად მობილურ საშუალებებზე არის საუბარი, რომ მოსწავლეს საგაკვეთილო პროცესის დროს არ კონდეს წვდომა მობილურთან, რაც მას უშლის ხელს, რომ მოხდეს მისი სრული ინტეგრირება ამ პროცესებში. მინდა აქვე მშობლებსაც მოვუსმინოთ, ნახოთ როგორ ესმით რეფორმა და რეფორმის არსი მშობლებს და დაუბრუნდებით შემდგომ მასწავლებლებთან ერთად. რაღაც ზოგადი ინფორმაცია რაც ტელევიზორიდან გვესმის, ის კი ვიცი. აი, რომელი გახსენდებათ პირველი? პირველი მახსენდება, რომ ბავშვების რეგისტრაცია მოხდება ტერიტორიული ნიშნის სკოლებში, ასევე მახსოვს, რომ ერთი სახელმძღვანელო იქნება ყველა სკოლაში, რაც ფორმიანობა რაღაც ისე შეცდომა, მაგრამ ძალიან ზოგადად, ანუ დეტალებს ალბათ კიდევ და აუცილებლად გავეცნობ. მაგრამ ერთი სახელმძღვანელოს საკითხი ნამდვილად არ მომწონს. არ მიყვარს არაფერი ერთი და ცენტრალიზებული. მირჩევნია არჩევანის საშუალება ქონდეს ყველას მშობელსაც, მოსწავლესაც და პედაგოგსაც. ამას ალბათ არ მივესალმები და გავიგებ დეტალებში როგორ არის, მით უმეტეს არ მივესალმები, მაგრამ რაღაცები რა თქმა უნდა ყველაფერზე უნდა ვიცოდეთ დეტალურად და შევაფასო და ობიექტური იყოს ეს შეფასება. მობილურებს ბავშვებს რამდენადაც ვიცი, ორი მყავს ამ სკოლაში და ეგრევე როგორც კი შედიან, დამრიგებელი იბარებს მობილურებს, ინახება კარადაში და როცა მოდიან უკვე მერე იღებენ ბავშვები. იქ საკლასო ოთახში არ აქვთ მათ ეს მობილური და დანარჩენი ჩემთვის ნამდვილად მისაღებია, კარგი რაღაცები ხდება. მე-12 კლასი უნდა იყოს, ფიქრობ, სავალდებულო. არ არის ცუდი, ხო? უფრო დიდები ამთავრებენ, უფრო დახვეწილები, მერე უფრო მეტი საშუალება აქვს სხვაგან სწავლა გააგრძელონ და ასე რომ მივდივართ მე მგონი კარგისკენ. მომწონს, რომ არც ტელეფონები თუ არ იქნება და მომწონს თუ ფორმებით იქნება ბავშვები. და არა ისე როგორც ქუჩაში დადიან. ყველაფერი კარგია. მე მომწონს ეს. ძალიან მომწონს. არის რაღაცები, რასაც შეცვლიდით? მასწავლებელიც უნდა ჩაიცვას ფორმა. ერთი წიგნი სწავლებასაც თუ სწორად იქნება სახელმძღვანელო შერჩეული, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით. გონია რომ განათლება უნდა იყოს
ერთნაირი ყველა სკოლაში და ერთი წიგნით, ერთი რეფორმით. ტელეფონების ნაკლებ გამოყენება უკვე მაგასაც მიიღებენ როგორც ვიცი და ჯერჯერობით მეტი არაფერი არ მაფიქრებ. ალბათ უფრო გაკონტროლება ბავშვების ურთიერთობის, ნაკლები ბულინგი და ყურადღება კლასში. ანუ ნაკლები ჩაგვრა რომ იყოს ბავშვებს შორის. ეს სიახლეები განათლების ხარისხს აამაღლებს სკოლებში. თუ რაიმე სხვა სჭირდება. არა, მგონია რომ დაეხმარება ცოტას, მაგრამ ალბათ მასწავლებელზეა დამოკიდებული. 12 კლასის გაუქმებაზე ანუ არ ვეთანხმები ამას, იმიტომ რომ უმჯობესი იქნებოდა უფრო ბავშვების მომავლისთვის და არჩევითია, არც უქმდება. კი, გასაგებია, მაგრამ უმჯობესი იქნებოდა ყოფილიყო ანუ 12 კლასი. ფორმებს მივესალმები, ფორმით დავდივართ და ეს აუცილებლად უნდა იყოს, ტელეფონები უნდა იყოს აკრძალული. ყველა საჯარო სკოლის მოსწავლე ერთი და იმავე სახელმძღვანელოთი ისწავლის საგანს. ალბათ მივესალმები, იმიტომ რომ ერთი პროგრამა ექნებათ და განსხვავებული ხედვა არ ექნება სკოლებს და ერთი პროგრამა გვექნება. თუ იქნება ის სახელმძღვანელო, თქვათ, უზრუნველყოფილი და მაქსიმალურად მორგებული მოსწავლეზე, რა თქმა უნდა, არ არის ცუდი. დამატებით ინფორმაციას, დამატებით სახელმძღვანელობს ისედაც სარგებლობთ პედაგოგები და არის ასეთ შემთხვევებიც და კარგია ძალიან. ჩვენ ახლოს ცხოვრობთ და ბავშვი მოხდა სადღაც ჩაქვში. იქ რატო უნდა ვიარო? ეს ძალიან ვეთანხმები ამას, რომ სადაც ბავშვი იქ უნდა იყოს სკოლა. მე-12 კლასს რაც შეეხება, მე მგონი ეს ზედმეტია. დროსაც კარგავენ ბავშვები და იგივე მასალას გადიან და აზრი რა აქვს. ფორმა ძალიან ვეთანხმები ფორმას, იმიტომ რომ ბავშვს ფორმა უნდა ეცვას. ყველაფერი კარგია, მაგრამ ეს მე-12 რომ მოიხსნა, ეს ძალიან კარგია. არ იყოს საჭირო ზედმეტი მწვალება იყო ბავშვების, ხო? არ არის სავალდებულო, არ არის სურვილი, ვისაც იქნება სურვილი. მე-11 კლასი როგორც გავიგე, რომელიც ჩაბარებაც უნდა ის საგანი იქნებათ, ხო? როგორც და ფორმები, რასაც შეეხება, მაგით ცოტა მიუღებელია ჩემთვის რის გამო. ზამთარში თორე ზაფხული იყოს კი, ზამთარში ახლა სიცივეა ფორმით. მაშინ ისე დონეზე სიტყვა უნდა იყოს, რომ ბავშვმა შეძლო ჩდომა გაკვეთილზე, საროჭკით და ამით. ეხლა რასაც მივესალმები, არის ფორმები სკოლაში, აი აჭრელებული ეს ზედაქვედა რაღაცა მიუღებელია ჩემთვის პირადად. ფორმები არის მისაღები, სასკოლო წიგნებს რაც შეეხება, თუ არ იქნება ის პროგრამა, რაც ახლა აქვთ ამ ბავშვებს და იქნება ბევრად გაუმჯობესებული, ესეც მისასალმებელია, ესეც მისაღებია. მე-11 მე-12 კლასს რაც შეეხება, ვისაც სურვილი აქვს რომ ისწავლოს საზღვარგარეთ, ისინი გაივლიან მე-12 კლასს და ვისაც არ აქვს სურვილი და არ აქვს იმის ფინანსები რომ ისწავლოს საზღვარგარეთ წავიდეს, რატომ უნდა დაკარგოს ის ერთი წელი და ისწავლოს 11 კლასი და დანარჩენს უკვე მოახმარს უმაღლეს განათლებას. კიდე რა იგეგმება რეგისტრაცია, ხო, ეს პრობლემა მე შემეხო. მე 5 წლის ბავშვი მივიყვანე სკოლაში, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გახდა 6 წლის და ცოტა პრობლემა შეგვექმნა ამ ბარიერის გამო, ასაკობრივი ბარიერის გამო და ვფიქრობ, რომ ეს 6 წლის რო იქნება სრულად უკეთესი იქნება, რომ ბავშვი 6 წლის ასაკში მივიდეს სკოლაში. ჩემთვის ეს უფრო მისაღები არის და ამ გადასახედიდან მე ამ შეცდომას აღარ დავუშვებდი მაგალითად. და რეგისტრაციის ამბავიც არის, მანდ ნებისმიერ საჯარო სკოლაში ვერ მიიყვანს მშობელი მოსწავლეს. ეს უკვე სადაოა ჩვენთვის მაგალითად, იმიტომ რომ მაშინ ყველა სკოლას უნდა კონდეს, აი ის მოთხოვნილებას უნდა აკმაყოფილებდეს, რასაც ეს სკოლები. ბევრგან არის ეს პრობლემა, რომ არ არიან ისეთი კვალიფიცირებული პედაგოგები, რომლებიც უფრო აქეთ სკოლებში არის. ფორმის ჩაცმა მე-6 კლასამდე არ ვამბობ. მე ვთვლი რომ ალბათ სკოლის დამთავრებამდე არის ეს აუცილებელი კრიტერიუმი, რომ მოსწავლეს კონდეს მოსწავლის სახე, მშობელს მშობლის და პედაგოგს პედაგოგის. მშობელს კომუნიკაცია პედაგოგთან უფრო მეტი უნდა კონდეს, ვიდრე დღეს აქვს. დგევართ ეგ ამინდია არის, წვიმა არის, ველოდებით პედაგოგს და ხან პედაგოგს სახში ეჩქარება მთელი დღის ნამუშევარი დაღლილი, არანაირი კითხვის დასმის საშუალება არ აქვს და აღარც მოგინდება ხშირად, იმიტომ რომ ადამიანი იღლება და მასაც დასვენება სჭირდება. უფრო მეტი კომუნიკაცია არის საჭირო მშობელსა და პედაგოგს შორის.
თქვენ ისმენთ მშობლების მოსაზრებებს რეფორმასთან დაკავშირებით სტუდიის სტუმრებთან ბრუნდებით ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ირა კრავჩენკო და ისტორიის მასწავლებელი სულხან ოქროპირიძე ყავს სტუდიაში და მადლობა რომ ხართ ჩვენთან. მოკლედ პირველად არ ვსაუბრობთ ამ თემაზე, თუმცა დამტკიცდა უკვე დოკუმენტი და ვადებიც არის უკვე მეტნაკლებად ცნობილი, როდის დაიწყება ამ რეფორმის განხორციელება. ამიტომ შეგვიძლია უკვე შეფასებაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ბევრი შესწორება პრინციპში აღარ შევა. სულხანთან ვიქნები პირველი კითხვით, რომ პირველად ხარ ჩვენი გადაცემის სტუმარი სულხან და გითხარით, აი მინისტრმა თავის კომენტარში თქვა, რომ სასკოლო საზოგადოებასთან გვაქვს შეხვედრები და მათგან უპირობო მხარდაჭერაო. თქვენ მინდა რომ გითხოთ თუ გქონდათ შესაძლებლობა რომ თქვენი მოსაზრებები რაიმე ფორმით მაინც მიგეტანათ სამინისტრომდე. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებლებს, მსგავსი ფორმატის შეხვედრაში მე არანაირი მონაწილეობა არ მიმიღია და სიმართლე გითხრა არც ვიცოდი. თუმცა უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ განათლების რეფორმა უნებრივია საჭიროებს განახლებას, საჭიროებს გარკვეულ სიახლეებს და ამაზე მე მგონი საზოგადოება შეთანხმებული იყო და ამაზე სულ საუბრობდით როგორც პედაგოგები, ასევე მშობლები და ზოგადად ყველა კვლევა ადასტურებდა იმას, რომ ქართული სასკოლო განათლების ხარისხი ძალიან დაბალ დონეზეა და თვითონაც აღიარებენ ამ კვლევების თანახმად 91 ქვეყანაში 75 ადგილზე ვიყავთ. ბუნებრივია ეს წლების განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ ჩემი აზრით საკმაოდ დიდი დრო იქნა დაკარგული, თუნდაც ამ ბოლო წლების განმავლობაში და ის არგუმენტები, რაც ამ ახალი განათლების რეფორმასთან დაკავშირებით არის მოყვანილი, ჩემი აზრით ცოტა იყოს უხერხული არის. აი ეს დოკუმენტი არის თუ არა რეფორმისთვის, რეალური რეფორმისთვის, საკმარისი თავისი შიგთავსით. ჩემი სუბიექტური შეხედულებით რატომღაც ესეთი წარმოდგენა მაქვს, რომ ეს რეფორმა, რომელზეც მოსახლეობასაც არ აქვს ზუსტი ინფორმაცია და ზოგადად ძალიან ბევრი ბუნდოვანებაა, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, ვინ მუშაობს აღნიშნული დოკუმენტის შექმნაზე, რა შედეგზე უნდა გავიდეთ ზოგადად ამ რეფორმის გადასრულების შემდგომ. აქ ბევრი კითხვები ჩდება, როგორ უნდა იყოს თქვათ მე-12 კლასთან დაკავშირებით და რა აუცილებლობა დადგა იმისა, რომ მაინდამაინც მე-12 კლასი არ იყოს. შემდგომ გარკვეული პროტესტის გამო ითქვა, რომ იყოს მოდი ნებაყოფლობით, მაგრამ მე-11 კლასში თუ დაასრულებს მოსწავლე და პროფილური იქნება რეპეტიტორიუმს გავიმ, აი მე-12 კლასში რა უნდა ისწავლოს, როგორი სახის დიპლომი გაიცემა. ანუ კარგი არის ბევრი მიმართულებით შეიძლება ვიღაცებს მოწონს, მაგრამ ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში მგონი და უნდა გქონდეს მოსწავლეს თავისუფალი არჩევანის უფლება. ის უცხოეთში წავა თუ აქ ისწავლის, ეს მისი უფლება უნდა იყოს და ჩვენ ამით ვზღუდავთ ეხლა და დამატებით უქმნით ბარიერს. აი ამ ჩამონათვალიდან სულხან შენთვის ყველაზე ისეთი საგულისხმო ყურადსაღები ან პოზიტიურ ან რაღაცა კრიტიკის ჭრილში რომელ პუნქტს დაასახელებდი, რა ცვლილება არის, რომელმაც შეიძლება რეალურად მოგვიტანოს ცვლილებები, მაგრამ ეს ცვლილებები შეიძლება იყოს სხვაგვარი და რა ისეთი როგორიც არის დაგეგმილი რომ იყოს. ანუ პირველ რიგში თემას დავასრულებ, ჩემთვის ახლა მე სადაც ვასწავლი, მოსწავლეთა დიდი ნაწილს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ სკოლის დასრულების შემდგომ გააგრძელონ სხვა ქვეყანაში, მაგალითად გერმანიაში სწავლება და 12 წლის სწავლების შემდგომაც იქ 1 წელი მაინც უწევს სკოლებში სწავლა, რათა გაუთანაბდეს იქაურ მოსწავლეს და ეს დამატებით 1 წელი იქ ეკარგება. ეხლა კიდე ასეთ მოსწავლეს, ვისაც სურვილი აქვს, რომ პირდაპირ უცხოეთში ისწავლოთ, ექნებათ პრობლემა. ის არგუმენტი, რომ თითქოს ამით მთავრობა ცდილობს მიგრაციის შემცირებას, ცოტა არ იყოს უხერხულია, იმიტომ რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში დაახლოებით 1300-მდე მოსწავლეა, რომელიც უცხოეთში წავიდა და აქ ითვლება პირდაპირ ვინც წავიდა სასწავლებლად და არა შემდგომ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდგომ. ასევე საინტერესო თემა არის, თქვათ 21 საუკუნეში ყველა ამ ციფრულ ეპოქაში ყველა ცდილობს, რომ ამ მიმართულებით კონკურენტუნარიანი თაობა აღზარდოს, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებიდან გამომდინარე ამ სოფლიო ბაზარზე, ამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი იპოვოს და ამ განათლების რეფორმის მიხედვით ჰუმანიტარული მიმართულება გამოცხადდა თავარ ასე ვთქვათ ფუნდამენტად და შემდგომ კიდე სხვა დისციპლინები. რითხსნით თქვენ ამ ხო, გასაგებია რომ ახლა პატრიოტიზმი ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს ეფუძნება ყველა ის ცვლილება, რომელიც
რეფორმის ფარგლებში იქნება განხორციელებული და ფუნდამენტურ საგნებში, ისტორიაში და ლიტერატურაში, ისტორია და ლიტერატურა ხაზგასმული არის, იქნება ყველაზე ძირეული ცვლილება, მათ შორის სახელმძღვანელოების შედგენის თვალსაზრისითაც. აი რით ხსნით თქვენ ამ გადაწყვეტილებას? ეხლა სიმართლე გითხრა, ბევრი რამე რაც ეხლა მოვისმინეთ პუნქტობრივად რომ ჩავყვეთ, ბევრთან მიმართებაში, ბევრ საკითხთან მიმართებაში არის ბევრი შეკითხვები. სამწუხაროდ ჯერჯერობით არანაირი პასუხები კომპეტენტური არ გვაქვს და გვიწევს ვარაუდის დონეზე საუბარი. აქ თუნდაც აი სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით ჩვენ გავიგეთ რომ 2028 წლიდან გასაგებია, ბუნებრივია, ლოგიკურია რომ დრო ჭირდება. მაგრამ ჩემთვის კიდევ ერთხელ ვამბობ რომ უნდა მივცეთ თავისუფალი არჩევანი და თუ 14 წლის განმავლობაში სწავლის ხარისხი და წიგნების ხარისხი არ იყო შესაბამისობაში, რატო აძლევდნენ განათლების სამინისტრო ამ წიგნების გრიფირებას, რატო ახდენდა აკრედიტაციის საბჭომ ასე თქვა დამტკიცებას, თუ არ აკმაყოფილებდნენ ამ კი ბატონო, აქვე უნდა კითხო და იგივე კითხვა ირინასთანაც მექნება, სგემს დავაფუძნეთ ეს ყველა გეგმა, რაც იქნება რეფორმის ფარგლებში და თან აქვე მინისტრი ამბობს, რომ ის სგემი ძველი რაც იყო და შეიცვალა შემდგომ და ბევრჯერ არის ნახსენები ეროვნულობა და პატრიოტიზმი შეცვლილი არის ამ სიტყვებით მოკლედ წინა სგემი არ ემსახურებოდაო ამ ეროვნულობის საკითხსო და მე მაინტერესებს აი ლოგიკურად უჩნდება ალბათ საზოგადოებასაც ეს კითხვა რანაირად უნდა ითარგმნოს აი სკოლის პროგრამაში თუ ამ მიზნის მიღწევას აპირებს სისტემა ზოგადად და წინას გემში იყო თუ არა მსგავსი პრობლემა მაგალითად გაგჩენიათ თუ არა თქვენ როდესმე ეს განცდა რომ რაღაცა სასწავლით რომელიც არ ემსახურება ეროვნულ და პატრიოტულ მიზნებს ჩემთვისაც ახლა ერთ-ერთი არგუმენტი იყო რომ წინა ეროვნული სასწავლო გეგმა ზედმეტად ლიბერალური ფიქრობ რომ სკოლა არის ის ადგილი სადაც უნდა იყოს მაღალი თავისუფლების ზონე და ზრდიდეთ უნდა თავისუფალ და კრიტიკულად მოაზროვნე ლიბერალიზმი პატრიოტიზმს არ გამორიცხავს ხო რა თქმა უნდა და ახლა ეგ ჩვეულებრივი ამბავია მაშინ და გამოდის რომ ილიას, ვაჟას და სხვა დიდი ჩვენი საზოგადო მოღვაწეები სწორედ ამღირებულებებზე ეს კი არ გამორიცხავს და მაინც და მაინც ახლა რაღაც ისეთი სხვა კუთხით წარმოჩენას რო ახდენენ, ესე არ ფიქრობდნენ და ჩვენს ზუსტად ისე უდგებით. არა თუ ხელი შეწყობა პირიქით წიგნებში არსებული ინფორმაციის გარდა მგონი ყველა მასწავლებელი პირიქით ხელს უწყობთ იმას, რომ ბავშვებში კრიტიკული აზროვნება იყოს, ეროვნულობა იყოს, სამშობლო სიყვარული იყოს. ოღონდ ეს არა სადღეგრძელოებისა და არსებული რაღაც ტრაფარეტული და სადღაც მოსმენილი და პოპულარულ ენაზე რომ რაღაცა ჩვენი ასე ვთქვათ ეგო დავიკმაყოფილოთ და რაც ვართ ჩვენ ესე არ იყოს იმიტომ რომ დღეს აღარ არის ისეთი პერიოდი რომ ერთი წიგნი იყო და ვთქვათ იმ წიგნის იქეთ სხვა ჭეშმარიტება არას ნებისმიერი რამის გადამოწმება შეუძლია თუნდაც მოსწავლე და ამიტომაც მოსწავლეს ვერაფერს ვერ გამოაპარებ ციფრულ ეპოქაში ამიტომაც მასწავლებლები პირიქით ყველა ვცდილობთ და პატრიოტიზმი და ეროვნულობა მარტო სკოლაში არა, აქ ოჯახების ჩართულობას მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, სახელმწიფო სკოლა. და მე არ ვეთანხმები იმას, რომ თუნდაც ამ 20 წლის განმავლობაში ჩვენ არაეროვნული და რაღაცნაირად სხვა თაობა გამოვზარდეთ, ამ თაობამ ძალიან დიდი ცვლილებები და ძალიან დიდი მონაპოვარი გაუკეთა ჩვენ ქვეყანას. ირინა მეც თქვენგანაც მაინტერესებს ამაზე პასუხი, იმიტომ რომ ჩვენ გქონდა ერთხელ თანამშრომლობა, როცა სკოლებში აპირებენ შემოტანას ღირებულებითი განათლების და ამასთან დაკავშირებით მოვისმინეთ თქვენი ძალიან საინტერესო პოზიცია. ახლაც არის ხაზგასმული, რომ არაფორმალური განათლების საშუალებით ისინი აპირებენ, რომ სგემის გეგმები განახორციელონ, რომ პატრიოტული და ეროვნული ღირებულებები გაუძლიერონ ბავშვებს და რომ ეს სახელმძღვანელოები თავისი შინაარსით იქნება ორიენტირებული ამ ყველაფერზე და რაღაც ბოლო პერიოდში ისე გამოვიდა რომ წინას გემი და მაგათაც სიტყვა ლიბერალიზმი რაღაცნაირად არის დაკნინებული და სხვა ელფერი მიეცა ამ სიტყვას და ხო სიტყვა პატრიოტიზმი და ეროვნულობის აი ამ განცდის გაძლიერება უნდათ და მე მინდა თქვენგან მოვისმინო რა დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ამასთან დაკავშირებით რეალურად აი ბოლო 20 წლის და 13 წლის განმავლობაში რა ხდებოდა სკოლებში, რა ხდებოდა სახელმძღვანელოებში, რა ხდებოდა სგემთან მიმართებით და რატომ გახდა რაღაცა აი ამ სიტყვების, ამ ტერმინების დონეზე ადამიანების გონებაში ცვლილებების განხორციელება.
ერთი შეხედვით მისი მცდელობაც აქვს პრინციპში ერთი შეხედვით შეიძლება ითქვას რომ ძალიან სასაცილო ტენდენცია იყოს, მაგრამ თუ კი ცოტა ისე ღრმად ჩავიხედავთ, ძალიან სახიფათოც არის. იმიტომ რომ ნებისმიერი რამ, რაც არის ზედაპირული, რაც არის თავსმოხვეული, არის ძალიან საშიში. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება ლიბერალიზმი, თუ იქნება ისეთი ყველასთვის საყვარელი და გულზე დასაბრახუნებელი სიტყვა, როგორიცაა პატრიოტიზმი. მე არ ვფიქრობ, რომ აქამდე პატრიოტიზმს, როგორც ახლა ქართულის მასწავლებელი ლაპარაკობ, პატრიოტიზმს და მის სწავლებას ნაკლები დრო ეთმობოდა, იმიტომ რომ რა ვიცი, ისეთ ტექსტებს გავდივართ ხოლმე, რომ ძალაუნებურად მაინც გვიწევს ამ თემებზე ლაპარაკი. უბრალოდ მე მეშინია ყველაფრის, რაც არის ფორმალური, რაც არის გარეგანი, რაც არის ფასადური, იმიტომ რომ ამ ფასადურობის ჭაობში ვიხრჩობით უკვე ძალიან დიდი ხანია. პრინციპში ობიექტურად რო ვთქვათ, ვიხრჩობოდით მაშინ, როცა ვიყავით მოსწავლეები, ჩემი თაობის ადამიანები, იმიტომ რომ ყველაფერი იყო ძალიან ფასადური, აი არაფერი არ ხდებოდა, ყველაფერს ჰქონდა გარეგანი ეფექტი. მერე როცა ვთქვათ, შვილების თაობა იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ახლა შევდივართ კიდევ უფრო ღრმა ჭაობში, როცა ძალდატანებით გვეუბნებიან, რომ გინდა თუ არ გინდა, ნებისმიერი იდეა, ნებისმიერი სათქმელი ამ საბურველში უნდა შეფუთოთ. არ გამოვა მე მგონი ეგ ამბავი, ან თუ გამოვა, რა ვიცი, ძალიან არაგულწრფელები ვიქნებით ჩვენ მასწავლებლები და არაგულწრფელი მასწავლებელი ტაკიმას ხარას გავს, მე მგონი დამეთანხმებით. კი ბატონო, სახელმძღვანელოებზე უნდა კითხოთ, თქვენი დამოკიდებულება როგორია, როცა სისტემა გვეუბნება, რომ ერთი სახელმძღვანელოთი უნდა ისწავლებოდეს ყველგან, იმიტომ რომ რაც გაუმარტივდება, მაგალითად შეფასება, განათლების ხარისხის რომ მობილობა. აქვს თავიანთი არგუმენტები, რაცაც უკვე ჩვენ ვისაუბრეთ. ეს არგუმენტები რამდენად არის რაღაც ყურადსაღები და ძლიერი იმასთან მიმართებით, ვინც ფიქრობს, რომ მრავალფეროვანი ლიტერატურით უნდა ისწავლებოდეს. ანუ თქვენ ხედავთ თუ არა მაგალითად საფრთხეს იმაში, რომ ერთი წიგნით ასწავლოს კერძომაც, სხვათა შორის კერძო სკოლამაც და საჯარო სკოლამაც, რომელსაც შეადგენს განათლების სამინისტრო. აი ერთი სახელმძღვანელო, ერთი შინაარსი თვლით თუ არა, რომ რაღაცა ერთი იდეოლოგია არის მიზანი. ზოგადად ძალიან არ მინდა რომ სულ ჩასაფრებულის პოზიციაში ვიყო, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია ამგვარი პოზიციის ქონა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამ რეფორმას შეიძლება თავისი სასიკეთო მხარეები ქონდეს, ამაზე არ ვდავობთ. მაგალითად ის, რომ სკოლიდან სკოლაში რო გადადის ბავშვი, ხანდახან ახალი სახელმძღვანელოს ყიდვა უწევს, თქვათ მეორე სემესტრში თუ გადავიდა პირველი სემესტრის მასალის დასწავლა უწევს, რომ მერე გამოცდა ჩააბაროს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ბევრი მიზეზი შეიძლება კარგი კონდეს ამ ერთი სახელმძღვანელოს ცვლილებას, მაგრამ რაც არ უნდა ვილაპარაკოთ კარგზე, მაინც არის ძალიან დიდი ხიფათი ამ ყველაფერშიც, იმიტომ რომ ჩემთვის როგორც ქართულის მასწავლებლისთვის აუცილებელია არჩევანის ქონა. რომელი სახელმძღვანელო ავირჩიო, სად უფრო კარგი ავტორებია, სად უფრო კარგი ტექსტებია, რომელი ჩემი ინდივიდუალური ხედვით, რომელი ტექსტებით უფრო კარგად მოვახერხებ პიროვნების ფორმირებას, თქვათ ლიტერატურის შეყვარებას, სამშობლოს შეყვარებას, თუნდაც ასე ვადაღებულს დღეს და ვფიქრობ, რომ წიგნების თავისუფლება, წიგნების არჩევანის თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანია. თანაც ჩანს უზარმაზარი კითხვის ნიშანი, იმიტომ რომ ჯერჯერობით, რა ვიცი, რამდენი ხანია ამასთან დაკავშირებით ვლაპარაკობთ, ჯერჯერობით ვერავინ გაარკვია, ვინ იქნება ამ სარედაქციო კოლეგიაში, ვინც ამ წიგნებს შეადგენს და რამდენად სანდოები იქნებიან ისინი ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, მოქალაქეებისთვის, მშობლებისთვის, მართალია ხა ჩემი შვილი აღარ დადის სკოლაში, მაგრამ ჩემთვის მაინც ძალიან მნიშვნელოვანია ის ამბავი, რას სწავლობს ჩემი შვილი. მე მგონი არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე ვინ ასწავლის ჩემს შვილს. კი ბატონო, სულ ხან სახელმძღვანელოებთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ თქვენც, იმიტომ რომ კერძო სკოლების კერძო სკოლები ხო მოტივირებულები არიან, რომ ხარისხიანი განათლება მისცენ მოსწავლეებს და მშობლების გულიც მოიგო ბრჭყალში ვიტყვი, გადამხდელ უნარიან მშობლებზეც არის ორიენტირებული აი ეს ყველაფერი, რაც კერძო სკოლაში ხდება, ხო? იმ შემთხვევაში აი ამ მოცემულობაში, როცა გეუბნება სამინისტრო, რომ თქვენ სახელმძღვანელოს ვერ აირჩევთ და ერთი სახელმძღვანელო უნდა იყოს ყველასთვის, რამდენად არის მისაღები, იმიტომ რომ თქვენი საგანმანათლებლო სისტემა ცოტათი სხვანაირად არის მოწყობილი, შეგიშლით იქნება თუ არა ხელის შემშლელი, მოდი ესე ვთქვათ, აი ეს მკაცრი რაღაც გაფრთხილება. აი ჩემ სუბიექტურად ვიტყვი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა მართლა გვაქვს არჩევანის უფლება და თქვათ არის რამოდენიმე საშუალება აირჩიოთ სხვადასხვა გამომცემლობის წიგნები, ჩემი აზრით ზოგადად ისტორიის მიმართულებით
ცოტა კომპლექსური მიდგომა საჭირო იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მიიღონ რეალური ცოდნა. სამწუხაროდ მე-11 კლასის ჩათვლით დაწყებული მე-7 კლასიდან ჩვენ ტრიალებთ შუა საუკუნეებში და მე-19 საუკუნესთან მივდივართ და უკან. აქედან გამომდინარე, ჩვენ მე-12 კლასში გვაქვს მე-19 მე-20 საუკუნეზე და თუ გამოკითხვებით შეგიძლიათ ჩაატაროთ, მოსწავლეებს ძალიან მწირი ინფორმაცია აქვს თუნდაც დღევანდელობასთან და როგორ მოვედით და მე-20 საუკუნეში რა ხდებოდა ვინ იყო და ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს თქვა შუა საუკუნეებზე და იმ ინფორმაცია რომელიც შეიძლება კი ბატონო, მაგრამ ამიტომაც რაც შეიძლება ახლა შეიძლება რა შეცვლის, მაგრამ დავით აღმაშენებლს რომელი გამოცემით ასწავლი, ანუ ისტორიული ფაქტი შეიძლება. ამ არჩევანს რო გიზღუდავენ, აი ამაზე გეკითხეთ. არჩევანი შეზღუდის, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ და ვფიქრობ, რომ უნდა იყოს არჩევანის უფლება, თუმცა ამავდროულად ვფიქრობ, რომ ისტორიის თვალსაზრისით ცოტა გადახალისება უნდა მოხდეს და სტრატეგია უნდა შეიცვალოს და აუცილებლად შეცვლიან, იმიტომ რომ თუ მე-11 კლასზე გადმოვა ალბათ რაღაცები უნდა ამოიღოს და ვფიქრობ, რომ ორიენტირება უნდა გავაკეთოთ, რომ მე-11 კლასის მოსწავლეები ძირითადად მე-19 მე-20 საუკუნის ეპოქაზე უნდა იყოს და მათ უნდა ჰქონდეს წარმოდგენა ამ 200 წლის განმავლობაში სად ტრიალებთ და როგორ მოვედით დღევანდელ დღემდე და არა ხშირად მითოლოგიზირებული და ნაკლებ წყაროიანი ინფორმაციებით, რომლებიც მოსწავლეების ინტერესაც კი ვერ გამოხატავენ. ეხლა მე-10 კლასელი მოსწავლეს, ეხლა მე-4, მე-3 საუკუნეები ჩვენს წელთაღრიცხვამდე ეს გავლილი აქვს, მაგრამ მისთვის ყველა მოსწავლე მეკითხება, აი მეორე მსოფლიო ომზე როდის გადავა 90-იანი. ანუ ეს გადაწყვეტილება, მაგალითად ისტორიის მასწავლა, ანუ ისტორიის მასწავლებლებს გეკითხები, შეიძლება რაღაცა იყოს იდეოლოგიზირებული, აი ეს კონკრეტულად ეს გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში გვახსოვს შენ ერეკლე მეორესთან დაკავშირებით, როგორი აზრთა სხვადასხვა იყო საზოგადოებაში. ანუ რას გვეუბნება ამით სამინისტრო არის თუ არა რაღაცა ამ აზრს აქვს ალბათ არსებული უფლება, რომ აი მე რასაც დაგიწერ, ისწავლი იმას, იმის ინფორმაციას. რა თქმა უნდა, ეხლა ეს ქვეტექსტი იკითხება სკოლაში გარკვეული იდეოლოგიზაცია, პატრიოტიზმის, ეროვნულობის და ასე შემდეგ. მე ვფიქრობ, რომ ამ კუთხით დღევანდელი სკოლა და მასწავლებლები არიან მართლა ზეპატრიოტები, 80% ვინც 90-იანები დამოყოლებული, მართლა საკუთარი, ასე ვთქვათ, თავთან კომპრომისით მოიტანეს ეს სკოლები და შეინარჩუნეს სკოლები, სადაც მართლა ხელფასის გარეშე მუშაობდნენ და ეროვნულობას და პატრიოტიზმს და ყველაფერს ასწავლებდნენ, განსხვავებით ბევრისგან, რომლებიც ყველა დღე რა ინფორმაციებს ვისმენთ, ვხედავთ, ხო? ამიტომაც მასწავლებლები პირველ რიგში უნდა დაფასდნენ და თვითონ უნდა იყვნენ რაღაც საპატივსაცემო ადამიანები. შემდეგ რაც შეეხება წიგნებს, ხო? მე ვფიქრობ, რაც უნდა ეცადონ დღეს ციფრულ სამყაროში, ძალიან რთულია. მე რატომღაც დაბეჭდება მჩნდება, რომ რეალური წარმოდგენა არ აქვს რა ხდება სკოლებში. რა თაობა, რა ღირებულებები აქვს, რა სურვილები აქვს, რა ინტერესები აქვს. ანუ ეს კვლევა რო ჩაეტარებინათ და დაგვენახა რეალობაში რა არის, აბსოლუტურად სხვა დოკუმენტს ჩვენ მივიღეთ რაღაცა ზოგადი დოკუმენტი, რომელიც ჩემი აზრით შეიძლება შედეგზე ვერ გავიტანოთ. იმიტომ რომ თაობა, რომელიც ძალიან სწრაფად იზრდებიან და ძალიან სხვანაირი თაობა მოდის. ეხლა კი საუბრობდე, რომ მაინც და მაინც 15 სექტემბრამდე 6 წლის თუ არა, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ აი ახლანდელი თაობა თუნდაც 5 დღით განსხვავებით რამე განსხვავებულება იქნება, იმიტომ რომ ახლანდელმა 6 წლის ბავშვმა იმაზე მეტი იცის, ვიდრე თუნდაც ჩემს პერიოდში 12 წლის რო ვიყავ. იმიტომ რომ ძალიან სწრაფად ვითარდება ციფრული ტექნოლოგიები და ბავშვები შესაბამისად უფრო მომზადებულები არიან. კი ბატონო, ირინა, ბოლოსკენ მინდა რომ წავიდეთ და შევაჯამოთ, აი თქვენი თვალთახედვით რეალურად განათლების ხარისხს რა შეცვლიდა, რეალური საჭიროებები სკოლის რა არის დღეს და რატომ არის საზოგადოების ნაწილი მაინც უნდობლობით განწყობილი აი ამ რეფორმის მიმართ? ცოტა ძნელია ილაპარაკო იმაზე რა შეცვლიდა განათლების ხარისხს, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე მეტი ინტერაქცია ყველასთან, მშობელთან, მასწავლებელთან, მოსწავლესთან, სამინისტროს მხრიდან ბუნებრივი. იმიტომ რომ ხანდახან რჩება შთაბეჭდილება, რომ სკოლები განზეარიან და თავიანთვის მუშაობენ და სამინისტრო თავისით სადღაციდან გამომდინარე, არაფრიდან გამომდინარე დებს დასკვნავს. რაც ბუნებრივია, ძალიან საგანგაშო ამბავია, იმიტომ რომ რჩება როგორც მშობელი ისე ლაპარაკობ ამ
შემთხვევაში და როგორც მასწავლებლის თავისთავად გვჭირდება განცდა, რომ ჩვენი ხმა არსად არის მის და ჩვენ არ ვჩანვართ და ჩვენი საჭიროებები არსად გათვალისწინებული არ არის. ეს იგრძნობა როგორც იმ ზედაპირულ რეფორმა ბჭყალებში, რასაკვირველია, რასაც ქვია მობილური შეზღუდვა, იმიტომ რომ ცოტა სასაცილოა მობილური შეზღუდვა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ნებაყოფლობითი შეიძლება იყოს ზოგ სკოლას, ისედაც აქვს უკვე დანერგილი ეგ ამბავი და დაარქვა ამ ცვლილებას რეფორმა ძალიან სასაცილოა და თანაც მეორე ფაქტორიც არის, ხო, რომ ხანდახან, რა ვიცი, 21 საუკუნეში შეუძლებელია, რომ ტელეფონის გარეშე ხანდახან რაიმე ინფორმაცია გახსნა, რომელიც გჭირდება უცებ მოიძიო ნახო და გაკვეთილზე ეს ჩვეულებრივი ამბავია, ხო? ამიტომ ესე რომ აკრძალო და მე ვიღაცა კარადაში გავიდეს მობილური შემოიტანოს ამაში დრო დაკარგო რაღაცნაირი. მგონია რომ ყველაფერს ვუკარგავთ შინაარს და ეს ძალიან სახიფათოა. ჯობია იმაზე გავაკეთოთ აქცენტი, რა შემთხვევაში იქნება შედეგიანი და გონივრული ამ მობილურის გაკვეთილზე გამოყენება და რა შეიძლება გავაკეთოთ ტელეფონის საშუალებით ისეთი, რაც გაკვეთილსაც წაადგება, მოსწავლესაც წაადგება და მასწავლებელს. მე მგონი ამ ტიპის ფუნქციებზე რო ვილაპარაკოთ ამ ტელეფონისას უკეთესი იქნება, ვიდრე მაგალითად ის რომ ავკრძალოთ, შევინახოთ და მშობლებმაც ტაში დაგვიკრან, რომლებიც სახლშიც ვერ ერთმევენ თავიანთ შვილებს ტელეფონს, მასწავლებლებიც მშვიდად ვიყოს და ბავშვები კიდე გაძლებას. კი ბატონო, სულხან ძალიან მოკლედ მინდა რომ შემიჯამო. თქვენი აზრით რა შეცვლიდა განათლების ხარისხს და რა შემთხვევაში ვიტყოდით რომ აი რეფორმას პირველ რიგში ჩემი აზრით საჭიროა ფუნდამენტალური ინფრასტრუქტურული ცვლილება სკოლებში. საქართველოში ჩვენ თუ რამოდენიმე ქალაქის მაგალითს შევხედავთ, კი, კარგი სიტუაცია დედაქალაქში და ბევრგან, მაგრამ საქართველო ამით არ შემოიფარგლება, ამიტომაც ეს რეფორმა ყველას შეეხება. შესაბამისად, ძალიან ნელი ტემპით მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, სკოლის თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვა არის სკოლები, სადაც ინტერნეტის ხარისხიც კი არა ისეთი, რომ ელემენტარულად რაღაც რესურსები გამოიყენონ. გადატვირთული კლასები ბევრჯერ ვამბობთ ამას, მაგრამ პირველი მიზეზი, რის გამოც ხარისხი შეიძლება ვერ იყოს სათანადო, არის ზედმეტად გადატვირთული კლასები. დაბალი სიჩქარე ახლა, 21 საუკუნეში ძალიან თავისუფლად შეიძლება რომ მაღალი ხარისხის ინტერნეტი იყოს, ტექნოლოგიური აღჭურვა. ჩემი აზრით საჭირო კარგი იქნებოდა თუ უფრო მეტი ჩართულობა იქნებოდა და მეტი კომპრომისი იქნებოდა ამ რეფორმასთან დაკავშირებით, არ იქნებოდა ასე დაჩქარებული საზოგადოების კონსენსუსი. მე არ მომისმენი არც ერთი დებატი, არც დაჭიდილი, რომ რა იქნება კარგი და რა არა. ეს არ არის კონკრეტულად ერთი პოლიტიკური ჯგუფის, ეს ეხება ჩვენი ქვეყნის მომავალს, დაახლოებით 750,000 მოსწავლეა საქართველოში და მათ უკან კიდე მშობლები, მთელ საქართველოს ეხება და შესაბამისად ჩვენს ხვალინდელ დღეზე, როდესაც საუბარი, ბუნებრივია, ყველასთვის სენსიტიურია, ბევრი კითხვებია და სამწუხაროდ პასუხები რომ არა, ეს უფრო მეტ ბუნდოვანებას და უფრო მეტ ეჭვებს აჩენს. და აქედან გამომდინარე ვერ ჩამოუყალიბდით. კი ბატონო, მადლობა სულხან, აქვე აუცილებლად ვიტყვი, რომ თითქმის ყველა გადაცემაში ჩვენ ვეხმიანებით საქართველოს ცენტრალურ სამინისტროს და ადგილობრივსაც რეგიონის განათლების სამინისტროს, რომ მოვიდნენ სტუდიაში სტუმრად და იმ კითხვებზე გასცენ პასუხი, რაც არსებობს საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, ეს კითხვები მათთვის ასიამოვნო არის თუ არ არის, ბუნდოვანების გასაფანტად არის ალბათ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი, რომ მოხვიდეთ სტუდიაში და ისაუბროთ და მე ახაც გეუბნებით, რომ გთხოვთ, მოდით და ვისაუბროთ პრობლემებზე, იმიტომ რომ პრობლემაზე საუბარი არის ერთადერთი ნაბიჯი წინ პროგრესისკენ. მადლობა, რომ იყავით ჩვენთან სტუდიაში. სულხან ოქროპირიძე, ირინა კრავჩენკო, ისტორიის და ქართული ენისა ლიტერატურის მასწავლებლები იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები და ეხლა ნიკო სილაგაძე უნდა ჩავთოთ ნიკოს შეფასება და სიტუაციის ანალიზი საინტერესო, რადგან ის უშუალოდ იყო თვითმხილველი წლების განმავლობაში, რა პროცესი მიდიოდა სისტემაში და სწორ ელსზე დგას თუ არა პროგრესის მსურველი სისტემა. ნიკო, საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით. მადლობა რომ ხართ ჩვენთან. ჩვენს წინა სტუმრებსაც უსმენთ, იმედი მაქვს და მშობლების მოსაზრებებიც გაიგონეთ, მრავალფეროვანი შეფასებები ახლავს ამ ამბავს. დამტკიც და უკვე დოკუმენტი სულ ცოტა აკლია, რომ რაღაც კანონის ძალა მიიღოს და უკვე ვადებიც თითქმის ცნობილი არის ჩვენთვის როდის რა განხორციელდება. აი თქვენ გითხარით ზოგადი განათლება ამ რეფორმით თქვენ ვიცი რომ რაღაცა ზოგადი განათლების შესახებ სხვა მოსაზრებები გაქვს. აი ამ რეფორმით ზოგადი განათლების სტანდარტით გათვალისწინებული ხარისხის მიღება თუ იქნება შესაძლებელი?
თქმაზე დბედია მგონი რომ არ იქნება და საერთოდ მსჯელობის საფუძველიც არ გვაქვს ამ დოკუმენტით არაფერზე, იმიტომ რომ აი ნახეთ რასაც რეფორმას უწოდებთ, აი ამ ყველაფრის კრიტიკა შეიძლება ორი მიმართულებით, ხო? ანუ რაც დაამტკიცეს რამდენიმე დღის წინ და მანამდე 2 დეკემბერს ნახეთ 2025 წლის, ხო? ერთი კრიტიკა არის, რომ ეს რეფორმა მიმდინარეობს კონცეფციის გარეშე. მეორე არის, რომ რეფორმის სახელით რაღაც დეფორმაციები, მავნებლობები კეთდება, რამაც შეიძლება ისე დააზიანოს სისტემა, რომ მე ამის გამოსწორება გაჭირდეს. და აი მოკლედ მინდა ახსნა რას გულისხმობ იმაში, რომ კონცეფცია არ არის. ნუ იმაში როცა თითქოს დაამტკიცეს რაღაცა, წარადგინეს რაღაცა და რა. ანუ ჩვენ არ გვინახავს და არც გვპირდებიან რომ გვაჩვენებენ რეალურად ეროვნული სასწავლო გეგმას. პროგრამები საფუძველზეც დავინახავდით ეს არჩევითი მე-12 კლასი რისთვის არის, როგორ არის. საშუალო საფეხური საერთოდ გაქრა თუ დარჩა, იმიტომ რომ ან კიდევ რომელი საგნები გვჩება იმ შემცირებული 2 წლის პირობებში. და მოკლედ არ არის ამ კითხვებზე პასუხი და გასააზრებელი კონკრეტული საგნის პრიზმისგან ძალიან ძნელი გააზრება იმისა და შეფასება კონკრეტული საგნის პრიზმიდან არის ძალიან ძნელი. არ ვიცი ხა ამას რამდენად შეიძლება სერიოზულად უწოდოთ დოკუმენტური დამუშავება ამ ყველაფრის და ხაზ გაუსმამ რომ ეს არც პირდება ამას არავინ ხო ანუ პრაქტიკულად ეროვნული სასწავლო გეგმა და სასწავლო შინაარსები რეფორმის ფარგლებში თამაშიდან არის გაყვანილი. მაშინ როცა წიგნების ვადებზეც ილაპარაკა დღეს მინისტრმა უკვე და არანაირი განხილვები არ ყოფილა ამ კუთხით. მეორე პრობლემა რაც არის ის წესით უნდა იწერებოდეს ეს წიგნები და მუშავდებოდეს ეს ის დროა. ხო, მუშავდება კიდეც რამდენადაც ვიცი რაღაცეები დაუწყიათ უკვე, მაგრამ არ გვპირდება არავინ რომ მანამდე სასწავლო გეგმას განიხილავენ და ეს კომპონენტის ეროვნული სასწავლო გეგმის გაიყვანეს თამაშიდან საერთოდ არ მონაწილეობს როგორც თუნდაც პერიფერიული პერსონაჟი რეფორმის. მეორე პრობლემა არ არსებობს თუნდაც ერთი სპეციალისტი განათლების, რომელიც გაგებით შეხვდებოდა ამ რეფორმას. გულისხმობ ამ რეფორმის სკოლის ნაწილს, ზოგადი განათლების ნაწილს, იმიტომ რომ უაღლესში ვიღაცები კიდე ნახე Facebook-ში და სოციალურ ქსელებში ზოგადად, მაგრამ ერთი ადამიანიც არ არის, რომელიც პოლიტიკოსი კი არა, ან მასწავლებელია, ან უნივერსიტეტის ლექტორია, ან დამოუკიდებელი ექსპერტია, რომელიც ოდნავ მაინც იწონებს ან ხვდება რაზეა ლაპარაკი. რანაირი რეფორმა და კონცეფციაა ეს, რომლის უკანაც ერთი სპეციალისტის ხელმოწერა და ზოგადი ხარდაჭერაც არ ჩანს. და რაც მთავარია კიდევ, არავინ ახსენებს სიტყვას არც განათლების ხარისხს, არც განათლების ხარისხზე თანაბარ ხელმისაწვდომობას. საერთოდ ვინმე ასაბუთებს რაც ხდება ეს რა კავშირშია. არანაირი მიზეზშედეგობრივი კავშირები, კორელაციები, ბნები, მიმართებები და არის ეს ხმაურიანი ფრაზები უშინარსო და ვიცი ახლა ამას სასაცილოა ნამდვილად არ ვაჭარბებ დაარქვა ზოგადი განათლების კონცეფცია, რომელიც საფუძველზეც რეფორმა კეთდება, ხო, ანუ ეს კითხვები ხაერშია გამოკიდებული და ნიკო, კითხვას და დაგისვამთ, აი თქვენ ახსენეთ წეღან სპეციალისტების ჩართულობა და მათი მთავარი არგუმენტი არის, რომ ისინი ხვდებიან სასკოლო საზოგადოებას, ჩვენ ხედავთ, რომ დადიან რეგიონებში, ხვდებიან მასწავლებლებს, მშობლებს და მე არ ვიცი იქ რა ხდება, ან რა კატეგორიის ადამიანი, როგორ ხდება აი ამ ადამიანების მოწვევა და დასწრება, იმიტომ რომ არ ვიცი, ჩვენ სტუმრებსაც ვკითხეთ და მათ ინფორმაციაც არ ქონდათ, როდის იყო მაგათად მინისტრთან შეხვედრა, რომ წასულიყვნენ, დაუშვათ და კითხვა დაესვათ, ხო? ანუ მთავარი არგუმენტი მათი არის, რომ ისინი ხვდებიან რეალურად სასკოლო საზოგადოებას და ისმენენ მათგან ამ პასუხებს. კიდევ ერთი მთავარი არგუმენტი არის აი ამ ფრაზის მუდმივი ტრიალი, რომ ეროვნულ ღირებულებებზე არის დაფუძნებული ყველა ის ცვლილება, რაც რეფორმით არის გათვალისწინებული და რეალურად რო შევხედოთ, აი მას ჩვენ მშობლები გვყავდა გამოკითხული და იქაც ჩანდა, რომ სანდოობას იმსახურებს ის განცხადებები, რასაც ისინი ისმენენ გადაწყვეტილების მიღებებისგან. თქვენი თვალთახედვით, აი თქვენ როგორ ხედავთ ამ პროცესს, რატომ იმსახურებს, რა გავლენა აქვს, აი რას აქვს გავლენა უпростоრად, რის გამოც აი ამ რეფორმის მიმართ არ არის ისეთი კრიტიკული დამოკიდებულება და შეშფოთება საკმარისი საზოგადოების მხრიდან, როგორიც უნდა მაგათაც ჩვენ მე და თქვენ ველოდებით, რომ უნდა ყოფილიყო. სამივე ძალიან კარგი კითხვაა, რაც დასვით ოღონდ სამია იქ, ხო, იმიტომ რომ ერთი შეხვედრები, უბრალოდ ფსევდო შეხვედრები, მეორე თვითონ ეროვნული ღირებულებები და მესამე პროტესტის დაბალი გრადუსი შედარებით, ხო, ეს სამი რაღაცაა, რომელიც ავიც თუ ეყოფა ჩვენი გადაცემა სამივეს განხილვას ძალიან მოკლედ რო ვთქვათ თითოეულს. შეხვედრებს რაც შეეხება, ეს შეხვედრები კი ტარდება, მაგრამ მან ლაპარაკი არის ისეთ საკითხებზე, რაზეც მინისტრმა დღეს ტელევიზორშიც ისაუბრა, ხო, ეს არის პირველ კლასელთა რეგისტრაცია,
სასაცილო უბრალოდ აშუაში არის რეფორმა. სასკოლო ფორმები, უბრალოდ ფულების ხარჯვა უაზროდ და არაფერზე ლაპარაკი, ხო, რეპეტიტორიუმი, რომელიც არის მოშლა სასწავლებლების ფუნქციის და საერთოდ რატოა ზოგადი განათლების ნაწილი რეპეტიტორიუმი და არის კიდე რაღაცა წიგნების წერის ადმინისტრირება. ანუ შინაარსი კი არა, რომ რა შინაარსი ექნება ამ ახალდაწერილ წიგნებს ან არ ექნება ან ძველი ცუდი რატო იყო გინდ მეთოდოლოგიურად გინდ შინაარსობრივად. ამაზე ლაპარაკი კი არა, ერთი წიგნი იქნება. ანუ თურმე პრობლემა ის არის, რომ ორი იყო. ერთი წიგნი იქნება და დაწერს ამას სამინისტრო. ანუ ვინ დაწერს და რამდენს დაწერს, ამაზეა სიმძიმის ცენტრი და ასეთი მესიჯები დადიან ხალხში და ეხლა როცა ადამიანი სპეციალისტი არ არის, არ ქონია შეხება სისტემასთან, ხო, შეიძლება მას მოეჩვენოს, რომ მართლა რაღაცაზეა ლაპარაკი, მით უმეტეს იქ ტელევიზია გამოდის, იქ ვიღაცა ჩაერთვება და მაგრამ ეს ხო არ არის შეხვედრები განათლის რეფორმასთან დაკავშირებით, ეს არის შეხვედრები ცალკეულ ინფანტილურ ბავნებლობებთან დაკავშირებით, რომელიც უნდათ რომ რეფორმის სტატუსით შეფუთონ, ასე ვთქვათ და საზოგადოებას გაუგზავნონ როგორც ეს, მაგრამ გაცილებით მნიშვნელოვანია აი მეორე რაც იკითხეთ ეს ღირებულებებთან დაკავშირებით, რა ვიცი, აი უსმენდი მე თქვენს წინა სტუმრებს, მინდა გითხრათ რომ ძალიან მომეწონა მათი საუბარი და მსჯელობის სტილი და არგუმენტები და სულად ვეთანხმები მეც ამას, თუ რამის დეფიციტი საქართველოს სკოლებში არ იყო, ეს იყო სწორედაც ეროვნული ღირებულებები და პრიორიტეტები, ხო? და ლიბერალიზმების თავს მოხვევა რაც არ უნდა იგულისხმებოდეს ამ სიტყვაში, ხო, არის სრულიად ნონსენსი და თითიდან გამოწვეული ზღაპარი. ანუ ეროვნული სასწავლო გეგმის კოორდინატორი ვიყავ მე 10 წლის განმავლობაში, თითქმის განვითარების კოორდინატორი, ცოტა ნაკლები და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებდა ნებისმიერი ადამიანი მოვიდეს ნებისმიერ ტელევიზიაში, ნებისმიერ პრესაში და სადაც უნდათ და ყველასთან სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი, რომ ეს სასწავლო გეგმა რაც დღეს მოქმედია და 10+2 ხო არ არის გადახრილი არც ლიბერალიზმისკენ, არც სოციალიზმისკენ, არც კონსერვატივიზმისკენ და არც ერთი იდეოლოგიური პლატფორმისკენ, ხო? ეს არის მოსწავლესზე ორიენტირებული, აი სუბიექტივიზაციას რო შეუწყოს მოსწავლისას ხელს და ანუ ვერც ერთი პოლიტიკური გეგმების მშობელი ვერ აიღებს ამ დოკუმენტს და ვერ იტყვის, რომ აქეთ გადახრა არსებობს სრული გამოგონილი ზავრებია და სკოლებში შევიხედოთ, რა ვიცი, რას ვხედავთ იქ თუ არა პატრიოტიზმს, რას ვხედავთ სასკოლო პროექტებში თუ არა ეროვნული კულტურისა და ბუნების დაცვას და ეს ლაპარაკი არის ატეხილი თავიდან ბოლომდე. მესამე ნაწილი რაც არის რატო ჭირს თვითონ კი ბატონო და თან შევაჯამოთ, დავასრულოთ. შეიძლება შეჯამებაც გამოვიდეს. ეს ჭირს და ამას ჭირდება დასაბუთება ნამდვილად. ყველაზე სახიფათო ეს არის სწორედ რომ ჭირს. ნახეთ, ჭირს იმიტომ რომ ჯერ ერთი მოხდა დეინსტიტუციონალიზაცია. ინსტიტუციები, რომლებიც საგანმანათლებლო პროფილის არის, ეროვნული სასწავლო გეგმის არ იყოს, გაყვანილია თამაშიდან პრაქტიკულად, რა ვიცი, სკოლის კათედრა, სკოლის დირექცია, რესურს ცენტრი, რა ვიცი, კიდე სამინისტროს სიპები, სამინისტროს დეპარტამენტების სამმართველოები, ამათ მასწავლებლად ხელი მოაწერეს, რომ არიან განათლების სისტემის რაღაცის ადვოკატები, უბრალოდ მდივნის, ან მენეჯერის კი არა, მდივნის ფუნქციას ითავსებენ და ამას ხელს აწერს თვითცენზურის ფორმატში. ერთი ეს არის, რომ ინსტიტუციების გრევის პროცესი მიდის აქტიურად. მეორე არის, რომ ხშირად შეცდომას უშვებთ ჩვენ განათლების ის სპეციალისტებიც, რომლებიც რეფორმის მოწინააღმდეგეები ვართ, იმიტომ რომ არ ხდება დროსა და სივრცეში დაკონკრეტება, რაზე ვლაპარაკობთ. აი მაგალითად მოისმენთ, რომ მოკლედ ვერ გაიგებ რაზეა ლაპარაკი ხშირად. რა ეხლა თუ ერთი საქმეა ჩვენ თუ ვლაპარაკობთ ამ კონკრეტულ რეფორმაზე, რომელიც დღეს წარმოგვიდგინეს, რაც სოციალურ ქსელებში ძალიან სწორად მოინათლა დეფორმით, ხო, რაც მიქანაძის სახელთან ასოცირდება. მეორე საქმეა რეფორმის კრიტიკას თუ ვიწყებთ ამ ლახვარის დროიდან, ხო? და კიდე სხვა საქმეა პოსტშაშკინური პერიოდიდან თუ ვიწყებთ, ხო, რომელსაც ზოგიერთი არც გამოყოფს ცალკე. კიდე საქმეა თუ საერთოდ კახალომაიას დროიდან ვიწყებთ 2005 წელს. კი ბატონო, ამის სისტემატიზება ძალიან გაჭირდება. მოკლედ. სხვა დონის კრიტიკა ჭირდება თითოეულს და ხდება სურათის უარი გაგუნდოვნება და აი მე ისე თქვა მინდა რომ ყველა ჩემ კოლეგას მინდა მოუწოდო რაზე რომ გასაგებია რომ ყველას თავის ბიოგრაფია აქვს, ყველას თავისი ათვლის წერტილები აქვს და პრიორიტეტები, მაგრამ ეს ბოროტება რაც დღეს და ახლა დაიწყო და რაც დღეს 26 იანვარს დაიმტკიცდა და მანამდე 2 დეკემბერს იქნა 2025 წლის წარმოდგენილი. ეს არის მხოლოდ აქ დაახლა რეფორმა, რაც გვაკარგინებს მე-12 კლასს, რაც მე-11 კლასს რეპეტიტორიუმად მიხდის და საშუალო საფეხურს საერთოდ ბუნდოვნად, რაც პოლიციური ბუნების სქემას
პროფესიული განვითარების სქემას ამოქმედებს და აგერ 8 პუნქტი ჩაგუწერე კიდე რასაც აღარ გვაქვს ამდენი დრო სამწუხაროდ არ გვაქვს, ნუ გვაქვს, მაგრამ ანუ ეს არის შესაძლებელი აქ და ახლა, ხო, რაც არის ახლა, იმიტომ რომ ერთი მხრივ ეს ყველაფერი სასაცილოა, მაგრამ ნუ მეორე მხრივ კიდე თუ ამ ყველაფრით მოხდა მოქმედება, შეიძლება ისეთი რაღაცეები გაფუჭდეს, რასი გამოსწორებაც მომავალში გაგვირთულიყო. კი ბატონო, ნიკო, ძალიან დიდი მადლობა. ბოდიშ გიხდი, რომ არ გვაქვს მეტი დრო უბრალოდ საეთერო დრო შეზღუდულია, ვიცით ეს ამბავი, მაგრამ ამით არ მთავრდება ამ თემაზე საუბარი და პირველივე შედეგებს როგორც კი დავინახავთ, ეგრევე დავინახავთ ალბათ, რომ დროულად უნდა გვემოქმედა. ძალიან დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი გადაცემის სტუმარი, მე მაყურებელს შევახსენებ, ნიკო სილვაგაძე, განათლების საკითხების ექსპერტი, იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი, საუბრობდით ზოგადი განათლების ეროვნულ კონცეფციაზე, რომელიც რამდენიმე დღის წინ დამტკიცდა და ამოქმედება, დაიწყო რეფორმა და ვნახოთ გზადაგზა არ გველევა ამბავი სასაუბრო, ამიტომ მოდენა ხუთშაბათს ისევ განათლებაზე დავზუმავთ 6 საათიანი საინფორმაციო დასრულებისთანავე. გემშვიდობებით ნახვამდის.